გამარჯობათ პატრიციულო კოლეგებო, მოგესალმებით ტელეკომპანია ამირის სახელით. მე გახლავართ ტელეკომპანია ამირის საქართველოს ფილიალის დირექტორი და სახელმწიფოთა შორისო ტელეკომპანია ამირის სრული დირექტორთა საბჭოს წევრი ბადრინა ჭყებია. ეს არის ჩემი კოლეგა, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, თქვენ ალბათ კარგად იცნობთ, ბატონე ბორის მანჟუკოვი. ორი სიტყვით რისთვის შეგაწუხეთ დღეს. საქმე იმაშია, რომ ამ ბოლო დროს თქვენ ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ საკმაოდ გააქტიურდა ტელეკომპანია მირი. თუ აქამდე ჩვენ მაუწყებლობდით სულ რამოდენიმე საკაბელო არხზე, მთლიანად ჩვენი არხი, ეხლა ჩვენ მაუწყებლობთ თითქმის თბილისის მასშტაბით, საქართველოს უმეტესმა საკაბელო არხებმა ჩაგვდეს ჩვენ. მანამდე ჩვენ ვიყავით მარტო რეგიონალურ არხებზე, ასე ვთქვათ, თბილისში ორი უბანი იყო დატვირთული, ერთი იყო თუ არ ვცდები გორში და ბათუმი და ფოთი იყო. დღესდღეობით უკვე ესე იგი ტელეკომპანია მირის ნახვა ჩვენ მაყურებელს შეუძლია მთლიანად საქართველოს მასშტაბით, არა მარტო სატელიტური თებშების მეშვეობით. ნუ რამ გამოიწვია ეს? ეხლა რო გითხრათ, რომ ყოფილ ხელისუფლებასთან ცუდად ვიყავითო ჩვენი ფილიალი, ეს თლად არ იქნება მართალი. საკმაოდ კონსტრუქციული ურთიერთობა ჰქონდა. მაგრამ შიგნით დაუშვათ იგივე გუნდში, ხელისუფლების გუნდში იყო სხვადასხვა მიმდინარეობა. ნაწილი დაუშვათ თვლიდა, რომ ტელერადიო კომპანია მირი, რომლის დამფუძნებელი საქართველოსთან ერთად არის რუსეთიც, მაგრამ მინდა გაგახსენოთ, რომ ტელეკომპანია მირის დამფუძნებელთა შორის არის 10 სახელმწიფო, მათ შორის უდიდესი ყაზახეთი. ზუსტად პრეზიდენტ ნაზარბაევის მიერ მოხდა ამ ტელეკომპანია მირის დაფუძნება და მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელი გადილბეკ შალახმეტოვი ხელმძღვანელობდა მას. ხო და გარკვეული ნაწილი თვლიდა, რომ ეს არ არის საჭირო, მაგრამ დიდი ნაწილი, მათ შორის დაუშვათ მე თემური იაკობაშვილის სიტყვები მინდა მოვიყვანო დაუშვათ იგივე, რომ ტელეკომპანია მირის ქართული ფილიალის გადაცემები ეს არის ესე იგი დიდ ოკეანეში ერთი პატარა ნაკადულიო. სინამდვილეში ჩვენ ვცდილობდით პირველ რიგში გაგვეტანა ინფორმაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ. რასაც მივახციეთ, ნათელი მაგალითია 2008 წლის ომი, როცა ფაქტობრივად ჩვენი არხის მეშვეობით პოსტსაბჭოური სივრცე ღებულობდა ინფორმაციას. თქვენ გახსოვთ ალბათ 2012 წლის ამას წლის უпроსტորეთ 15 აპრილს იქნა მიღება გადაწყვეტილება მიღებული, რომ საქართველო გამოვიდა აშხაბადის ხელშეკრულებიდან. ნუ რას ნიშნავდა? ძალიან ბევრმა აღიქვა ის, რომ ეს ხელშეკრულება ფაქტიურად ეს ნიშნავს მირიდან გამოსვლა, არა მირიდან არ გამოსვლა, უბრალოდ ჩვენ ქონდა ფაქტიურად დიპლომატიური იმუნიტეტი, როგორც ხელმძღვანელობას, ისე მთელ ჩვენ აპარატურას და მატერიალურ ფასეულობებს, ამიტომ გარკვეულწილად ალბათ არ ვიცი რა პროცესები მიმდინარეობდა. მე ჯერ კიდევ არ გარკვეულა ამდენი დრო გავიდა და რატომ მოხდა დენონსაცია ამ ხელშეკრულების. ჩვენ გავაგრძელეთ მუშაობა, გავაგრძელეთ საკმაოდ აქტიურად. ჩვენ ვიყავით კონსოლიდირებულ ანგარიშზე, ფაქტიურად, როცა დაფინანსება შეწყდა 2006 წლიდან. კონსოლიდირებული ანგარიშია ანგარიში, სადაც აკუმულირება ხდება კომერციული, ფინანსური, საბიუჯეტო და ტექნიკური ხარჯების. ამიტომ ჩვენი 15 კაციანი კოლექტივი აგრძელებდა მუშაობას და აგრძელებდა საქართველოს სასარგებლოდ სამსახურს. მე ერთ რაღაცას მინდა გაუსვა ყურადღება, რომ ჩვენ კულუარულად მადლობებსაც გვეუბნებოდნენ. ჩემ გვერდით ეხლა არის ბატონი ბორის მანჟუკოვი, რომელიც საინფორმაციო ხელმძღვანელია, მაგრამ ერთდროულად მიყავდა გადაცემა მოგზაურობა საქართველოში. მაგალითისთვის მინდა გითხრათ, რომ ამ გადაცემის მეშვეობით აი ბელორუსიაში ყავს ჩვენ ყველაზე დიდი მაყურებელი. ალბათ ტელეკომპანია მირის ფილიალის დამსახურება თუ დღეს ბელორუსი ტურისტები ჩამოდიან საქართველოში. კიდევ ერთი ახალი ამბები. ჩვენ ვაპირებთ სინამდვილეში საქართველოს დამფუძნებელია და სიმბოლური დაფინანსების მიღების პრეტენზია გვაქვს.
ამ დაფინანსების შემდეგ ჩვენ ალბათ აღვადგენთ გადაცემას CNN World Report-ზე. თქვენ ვისაც ახსოვს, ტელეკომპანია მერი იყო ერთადერთი კონტრიბიუტერი კაი დროის განმავლობაში. ჩვენა გვაქვს ასობით გადაცემა CNN World Report-ზე გაკეთებული, მათ შორის ძალიან ახლო გადაცემები, რომელიც საინფორმაციო ხასიათსაც ატარებდა. დავუშვათ მაგალითისთვის ჩვენ მინდა მოგიყვანოთ ჩვენი გადაცემა, რომელიც ეხებოდა შოთა რუსთაველის ფრესკის დაზიანებას იერუსალიმში. ეს გაკეთდა ძალიან ოპერატიულად, ძალიან ჩქარა და ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდა ამ დროს როგორც სახელმწიფოსგან, ისევე CNN-ის სათავო ოფისიდან. ერთდროულად კიდევ ახალი ამბავი და მთავარი ახალი ამბავი, რასაც ბატონი ბორისი იტყვის, მე ორ ახალ ამბავს გეტყვით, რომ ჩვენ ერთადერთი ტელეკომპანია ვართ საქართველოში, რომელიც ერთ-ერთი ტელეკომპანია ვართ საქართველოში, რომელიც ესე იგი აკეთებს გადაცემებს ყაზახურ ენაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ყაზახეთში ჩვენა გვაქვს ვებერთელა სეგმენტი, ფაქტიურად ჩვენ გვეხმარება ადგილობრივი ყაზახური დიასპორა და მას მეშვეობით ჩვენ კოლეგა ყაზახურ ფილიალს ვაწვდით ინფორმაციას საქართველოში ყოველდღიურ ცხოვრებაზე, აგრეთვე ცხოვრებაზე ყაზახეთში. ქართველების ცხოვრებაზე ყაზახეთში. მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ მე მგონი ესეც საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოს შეიტანოს სულ პატარა წვლილი დაუშვათ ტელეკომპანია მირის ფილიალის ამუშავებაში, რისიც ძალიან დიდი იმედები გვაქვს. და ამ თავარზე გადავდივარ ახლა, ფაქტიურად ერთ თვეში იწყება მუშაობა ჩვენი ახალი არხის. ეს არის არხი მիր 24, რაზეც მე ჩვენი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს ბატონ ბორის მანჟიკოვს გადავცემ სიტყვას. მადლობთ. მადლობა, ერთი თვეც არ არის პრინციპში დარჩენილი, არის დარჩენილი. და შევეცოთ. ჩავიცეოთ თუ როგორ გავაკეთებთ. ეს რა. კი ბატონო. ახალი არხი მირ 24 იწყებს მაუწყებლობას. კი. სად იწყებს მაუწყებლობას? კი ბატონო, მოგიტყვი. და კონკრეტულად თქვენ როგორ ვთქვათ, რას ითხოვთ ქართული სახელმწიფოსგან? კი ბატონო. თავიდან ვთქვით, რომ დაიცით. კი ბატონო, მოგიტყვი. კი ბატონო. კი. არ არის პრობლემა. შეგვიძლია? იბადო ერთი თვეც არ არის დარჩენილი, არის დარჩენილი სულ რაუნდენიმე დღე, 1 იანვარს 2013 წლის 1 იანვარს დილის 6 საათზე. ეთერში გავა ჩვენი სრულიად ახალი პროდუქტი, ტელერადიო კომპანია მირის სრულიად ახალი პროდუქტი მիր 24. ეს იქნება ძირითადად საინფორმაციო ხასიათი დატვირთული არხი. ეთერში გავა მხოლოდ ახალი ამბები, მხოლოდ უახლესი ინფორმაცია ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, იმ ქვეყნებიდან, რომელიც შედიან DST-ში და არა მხოლოდ DST-ის ქვეყნებზე მაქვს საუბარი. თავისთავად იქნება ყოველ საათში ერთხელ დიდი საინფორმაციო გამოშვება, რომელიც გააშუქებს ამ ახალ მოვლენებს, იქნება ისეთი საინტერესო რუბრიკები, როგორიც არის უკომენტაროთ, იქნება ისეთი რუბრიკები, რომლებიც გააშუქებენ მხოლოდ სპორტის და მხოლოდ ესე იგი კულტურის ამბებს ჩვენი არხის ეთერში. რა შეეხება დაფარვის ზონას, ისევე როგორც საერთო ჯამში ტელეკომპანია მირი და ტელეკომპანია მիր +3, ეს გადაცემები, ეს არხი გავა სატელიტზე, სატელიტურ მაუწყებლობას გულისხმობ, სატელიტზე ABS plus 75 გრადუსი და შემდეგ უკვე ეს არხი, ამ არხის რეტრანსლირება სატელიტიდან მოხდება
რამოდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა საკაბელო ოპერატორებთან, რათა მოხდეს ჩვენი არხის ჩართვა ზუსტად რომ საკაბელო ქსელებში. რაც შეეხება გავრცელებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, უკვე მიღწეულია შეთანხმება რამოდენიმე მულტიპლექსთან, რამოდენიმე მსხვილ გაერთიანებასთან ამ საკაბელო ოპერატორების და ახალი ციფრული ვიცით რომ რუსეთის ფედერაცია გადადის ციფრულ მაუწყებლობაზე და იქ ხდება სხვადასხვა ესე იგი არხებით შევსება ამ ციფრული პაკეტების და იქ უკვე შეთანხმებულია ორ საკმაოდ მსხვილ მულტიპლექსურ გაერთიანებასთან ჩვენი არხის ახალი არხის მიერ-24-ის ჩასმა მანდა. ასევე მიდის მოლაპარაკებები რამდენიც ვიცი და ალბათ ბატონი ბადრი უფრო მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით, რომ ეს ამ არხის განთავსება მოხდება ბელორუსიაში, ყაზახეთში და ასე შემდეგ, არა მხოლოდ რამდენიც ვიცი ჩვენ სიხშირეებზე. ხო, არა მხოლოდ საკაბელო. რეალურად ჩვენ რომ ვილაპარაკობთ, ჩვენ ახლა ვფარავთ სრულ ვილაპარაკებთ თუ შეიძლება 10 ქვეყანას ფარავს 60 მილიონიანი აუდიტორია და მაგრამ ერთ რაღაცას მინდა მეაქციოთ ყურადღება კოლეგებს. ხო არ გამოვიწევ უკვე ჩავდი. მირ 24-იც და მირიც დაფარავს ამ ორივე ესე იგი სიფრცეს. რასაკვირველია, აქ არის ორი თანამგზავრი, არის Intelsat-ის თანამგზავრი და თანამგზავრი ABC. ესე იგი ფაქტიურად ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ტერიტორია ეს არხი გახდეს ევრაზიული არხი. ევრაზიული რუსულენოვანი არხი, სადაც ფაქტიურად პირველი ხელიდან ჩვენ მივიღებთ ინფორმაციებს, თუ რა ხდება ქვეყნებში დაუშვათ ბელორუსიაში, ყირგიზეთში, ადგილობრივი ჟურნალისტებისგან. დიახ. რასაკვირველია, დიახ. არა, აბსოლუტურად საქართველოს არ გვაფინანსებს, მაგრამ ერთ რაღაცას მინდა კოლეგებო გაუსვა ყურადღება. სახელმწიფო ძალიან კარგად ესმის, რომ ეს პატარა სახელმწიფოები მთლიანად ვერ დააფინანსებენ. აქ არის სიმბოლურ მონაწილეობაზე. ჩვენ აყვავს 3 სპონსორი. ეს არის ყაზახეთი, ძირითადი, ვისაც აფინანსებენ, მერე მოდის რუსეთი და მერე მოდის ბელორუსია. მაგრამ ეხლა ძალიან აქტიურად დაიწყო დაფინანსება აზერბაიჯანმა. აი ბატონი ალიევი ძალიან არის დაინტერესებული მერ 24 და თქვენ ალბათ თვალნათლივ ხედავთ რომ აი ერთი მაგალითი მინდა მოვიტანო დაუშვათ თუ ჩვენთან შტატი არის ფილიალის 14 ადამიანი აზერბაიჯანში არის 48 კაცი შტატი ასევე მე მინდა ერთ გარემოებას გაუსვა ჩვენ მზათა ვართ ვითანამშრომლოთ ჩვენ ხაზე ჩვენ კოლეგებთან თქვენ იცით დაუშვათ მაგალითისთვის რომ ჩვენ საკმაოდ სერიოზული წვლილი შევიტანეთ გარკვეული ტელევიზიების განვითარებაში მაგალითისთვის პირველი თანამგზავრი რუსთავი რო გავიდა პირველად თანამგზავრზე ეს იყო ჩვენი გაკეთებული 2 წელი ჩვენის მეშვეობით გადიოდა და შარშანწინ ეს იყო მაესტრო როცა 3 თვის განმავლობაში ჩვენ გავუშვით თანამგზავრზე მაგრამ სამწუხაროდ მე მაესტროს გარკვეული ფინანსური პრობლემები შეექმნა და ვერ გააგრძელა ეს მოღვაწეობა. ეხლაც ვსარგებლობ მომენტით და ყველა ჩვენ კოლეგას, ყველა ჩვენ აი ამ პოსტსაბჭოურ სახელმწიფოებში ჩვენ აყვავს აი როგორც აქ არის თბილისში ტელეპორტი, ესეთი ტელეპორტები თუ იქნებით იმ ქვეყნებში, როგორც კოლეგები, თქვენ გვერდში დაგიდგებიან, შეგიძლიათ მოგმართოთ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში გინდი იყავით სატელევიზიო ჟურნალისტები, გინდი იყავით ასე ვთქვათ არა აუდიოვიზუალური მაუწყებლები, ჩვენ თქვენ განკარგულებაში ვართ, შეგიძლიათ მერის ფილიალს მიმართოთ ნებისმიერ ადგილას ჩვენ მეშვეობით. ცენტრალური ოფისია. არა, ცენტრალური ოფისია მოსკოვში, შტაბ-ბინა არის მოსკოვში. დიახ, ორი ფილიალი არის ყაზახეთში, მე ყველაზე ძლიერი დანადგარებია ყაზახეთში. ამის შემდეგ არის ბელორუსიაში. ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანეთ, რომ წლების განმავლობაში მირის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყო ხალბატონი დარიგა ნაზარბაევა. ალბათ ეს გეუბნებათ ყველაფერს. უმეტესწილად საინფორმაციო სახეს მიიღებს მიერ 24 და მირზე კლასიკური სერიალები, ქართული ფილმები, ტაჯიკური ფილმები, კონსოლი. კომპანია მირის ახალი პროდუქტია მიერ 24. კი ბატონო. უფრო ახალი მათ შორის საქართველოში.
დიახ. კი ბატონო. სახელმწიფოს განზვანება, კი. საინფორმაციო კი. განზვანება. მირი საერთოდ. აი კოლეგებო, ეს ინფორმაცია მე რაც მინდოდა გიწევთ თანამშრომლობისთვის, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს არ არის სიტყვები, მე მგონი ძალიან ბევრი კოლეგები რწმუნდებიან, ასე ვთქვათ, ჩვენ იმაში და ძალიან ბევრისთვის დახმარების ხელი გვაქვს, უფრო სატელევიზიო კომპანიების წარმომადგენლობისთვის. მაინც საინტრიგო ისინი არ დამისვეს შეკითხვები.